ყველა შეკითხვაზე ხო გეპასუხებთ? ეს ნაწილი შეთანხმების ნაწილი ალბათ უფრო. დავიწყოთ ხალხო. დავიწყოთ. კი. წეგი დღეს ზუგდიდში წალენჯიხაში ხოროწყუში ავირჩევთ რაიონული პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ბიუროს წევრებს. ეს პროცესი გაგრძელდება მომდევნო დღეების განმავლობაში, სადაც ყველგან ჩავალთ, ყველა ქალაქში, ყველა რაიონში. ყველგან ჩავალთ, სადაც შევხვდებით ჩვენს მხარდამჭერებს, ამორჩევლებს. ეს გვექნება საუბარი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, პროექტებზე, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში, რომელიც დაგეგმილია საომავლოდ, გამოწვევებზე, რომელიც არსებობს რეგიონში და პარალელურად მინდა გითხრათ, რომ დაწყებული გვაქვს მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერით გაიმარჯვებს მშვიდობა, გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი და განვითარება და ჩვენი მხრიდან, მართველი გუნდის მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული, რომ გამოწვევები, რომელიც არსებობს ქვეყანაში, ლელო იწყებს პრემიერის იმპიჩმენტის თემას პარლამენტში, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას გენერალურ პროკურორში შეაქვს არჩევი შესაძლო ცეცხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. როგორ შეაფასებთ? კიდე ამავე კითხვაზე თუ შეიძლება ოპოზიცია ამბობს, რომ ნიკა გვარამია, როდესაც იხდიდა დასაჯელს სამსახურებრივი მანქანის გამოყენების გამო, რატომ არ უნდა დაიწყოს არიბაშვილის მიმართ იმავე საკითხთან დაკავშირებით გამოცემა. და აქვით ჩაგეკითხებით ბატონახი, ეს ჩარტებთან დაკავშირებით, პრემიერის ამ თემასთან დაკავშირებით, რაც ძალიან აჟიოტაჟი მოყვა საზოგადოებაში, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება, რა თანხებით ჩაიყვანა, თუ არ იყო ბიუჯეტის თანხა, მაშინ პრემიერი ჩვეულებრივად ხელფასზე დამოკიდებული საჯარო პირია და საიდან უნდა ეს თანხა და ამ ფაქტზე დაიწყოს თუ არა გამოძიება. რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, მე გუშინაც მომიცა კომენტარის გაკეთება, დღესაც გავიმეორებ, რომ ეს არის მიზანმიმართული ბინძური კამპანია პრემიერის და მისი ოჯახის წინააღმდეგ. ძალიან ბევრი განცხადებები იქნა გაკეთებული აღნიშნულ ჩარტერთან დაკავშირებით, თუ ვინ გადაიხადა ეს თანხები, პირდაპირ მთავრობის მხრიდან განცხადებაც იყო გაკეთებული, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის პირადი ხარჯი, ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა. რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, რეალურად რომ შევხედოთ, ეს არის უბრალოდ იმ საკითხების გადაფარვის მცდელობა, ყოველ შემთხვევაში, რომელიც დღეს აქტუალურია, მაგალითად, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტზეა საუბარი, იმიტომ რომ რეალურად გვაქვს ძალიან დიდი დანაშაული, როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, ეს არის უმძიმესი საკითხი, ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, უნდა იცავდეს კანონს, პატივს უნდა ცნებდეს ჩვენს ქვეყანას, ხალხს, არღვევს კონსტიტუციას, ეს ძალიან მძიმეა. რეალურად პოლიტიკური საკითხები ხდება ასეთი საკითხების გადაფარვის მცდელობა. პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მოლოდინებს რაც შეეხება, ჩვენ თავიდანვე გავაკეთეთ განცხადება, რომ რთული იქნებოდა იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა, იმიტომ რომ საკმარისი ხმები არ არსებობს, თუმცა რეაგირების დატოვების გარეშე აღნიშნული საკითხი ძალიან მძიმე იქნებოდა, იმიტომ რომ კონსტიტუციის დარღვევაზეა საუბარი და მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან რეაგირების მოხდენა იყო საჭირო და აუცილებელი. ბორელის ვიზიტი რომ შევაფასოთ, აი ძალიან გხოთ. აცხადებს, რომ არ არის რეკომენდაციების 3/4 შესრულებული, დანარჩენი 9 რეკომენდაციაზე რა პასუხს გასცემთ ბორელს? ბატონო კახიანი, ბორელის გზავნილება პოზიტიურ მასალებად, თქვენთვის რა გაიწყობა მომენტი? რეკომენდაციებთან დაკავშირებით რას პასუხობთ, იმიტომ რომ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაციის შესრულებას ითხოვენ. ცოტა შორიდან დავიწყებ. პირველი მინდა გითხრათ, რომ საქართველოსთან მიმართებაში იყო არასამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული მაშინ, როდესაც ჩვენ არ მოგვანიჭეს სტატუსი და მიანიჭეს უკრაინას და მოლდოვას. რა თქმა უნდა, გამიხარდა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, მაგრამ საქართველო ნამდვილად იმსახურებდა. ამ სამი ქვეყნიდან თუ ვინმეს რაიმე წარმატებას
აქვს მიღწეული რეფორმების თვალსაზრისით, წინ გადადგმული ნაბიჯების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, პირველი არის საქართველო. და ეს პერიოდი უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს. შესაბამისად, ერთი თემა რო ჩავხუროთ, საქართველოსთან მიმართებაში მოიქცნენ არასწორად, არასამართლიანად და ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი დაჩაგრეს, რომ სტატუსი არ მოგვანიჭეს. თუმცა ეს ყველაფერი მე ძალიან უბრალოდ ვსაუბრობ, რომ ხალხმა ყველაფერი გაიგოს და საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდება ყველაფერს თუ რატომ არ მისცეს მაშინ ქვეყანას სტატუსი. და კიდევ ერთხელ ავხსნი. ეს სჭირდებოდათ პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ ქვეყანაში მოეხდინათ არეულობა, მოეხდინათ ხელისუფლების ცვლილება ყველანაირი მეთოდებით, იყო ამის მცდელობა, რომ ხალხისთვის ეთქვათ, აიცით რა არის, თქვენ კარგი ხალხი ხართ, იმსახურებთ ევროპას, ევროპულ მომავალს, მაგრამ აი ხელისუფლება გყავთ ცუდი. აი ეს ნარატივი გქონდათ და სამწუხაროდ დღესაც კონკრეტულ ზოგ შემთხვევებში ვისმენთ აღნიშნულ მესიჯს, რაც ძალიან მძიმეა, დამაზიანებელია და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა ერთ რამეს. თუ ვინმემ რაიმე წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. თუ რაიმე წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს რეფორმების თვალსაზრისით, ეს უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდში. ვიზა ლიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ამ ევროინტეგრაციის გზაზე მსვლელობას ვაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას. ჩვენი მიზანი არის, რაც შეიძლება ძალიან მალე გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი ქვეყანა, შევუერთდეთ ევროპის ოჯახს, მივიღოთ სტატუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას. ეზერაშვილის კონკრეტთან დაკავშირებით უნდა გითხოთ, იმედის ყვირა მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ არა მხოლოდ ევროპელ პენსიონერებს დაარწოს, არამედ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებსაც. მის ფაქტორს აქედან გამომდინარე, მის ფაქტორს როგორ აფასებთ ქართულ პოლიტიკაში? ნუ აღნიშნულ საკითხს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია აბსოლუტურად. სანამ BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება დაიწყებოდა და დაიდებოდა კონკრეტული შედეგები, ჩვენი შესაბამისი სამსახურები საუბრობდნენ აღნიშნულ პრობლემაზე, საუბრობდნენ იმაზე, რომ მისი მხრიდან და მისი დაჯგუფების მხრიდან მიმდინარეობდა ძარცვა ევროპელი პენსიონერების და ეს რა თქმა უნდა დადასტურდა ამ გამოძიებითაც. მე როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ შედეგებს, რასაც პრომეტი კონკრეტიკა მოყვა. დაიწყოს თუ არა, ბატონო კახი. როგორ აფასებთ, როგორ ხედავთ ახლა ეზერაშვილის გააქტიურებას? გვიპასუხე რა შეკითხვაზე? ნუ მის გააქტიურებას რაც შეეხება, ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავისი კრიმინალური ქმედებები შეფუთოს ტელევიზიით, შეფუთოს პოლიტიკაში ჩართულობით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დაფინანსებით, რომ მას ყავდეს ეგრეთ წოდებული ლობისტები და თქვენ ნახეთ, აი როგორც კი ვთქვათ, გააქტიურდება გამოძიება, როგორც კი აი მაგალითად BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების შედეგები დაიდო, მაშინვე იწყებენ საუბარს, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა. რა შეშია პოლიტიკა, როდესაც ადამიანს კრიმინალი აქვს ჩადენილი და ცდილობს უბრალოდ პოლიტიკით და ტელევიზიით შეფუთოს ეს ყველაფერი. ბატონ კახი, პრემიერის ჩარტერთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება, საიდან იყო ეს თანხები და ამავდროულად იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს. მაგაზე ხო გიპასუხეთ? კონკრეტულად რო პასუხი გავცეთ ამ თემასთან დაკავშირებით. იქნებ უპასუხოთ, იმიტომ რომ ყველაზე აქტუალური თემა არის და საზოგადოების კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძალიან დიდი სისულელე. თქვენ თვითონ აიბლანდეთ თქვენივე წამოწყებულ სიცრუის კამპანიაში. განცხადებები იქნა გაკეთებული, რომ ეს იყო პრემიერის პირადი ხარჯი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ. გეტყვით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტიდან 1/4 არ დახარჯულა. ჩვენ სამწუხაროდ უნდა გავიხსენოთ წლები, როდესაც პირადი მიზნებისთვის ხდებოდა საქართველოს ბიუჯეტიდან თანხების გახარჯვა. ეს იყო
კონკრეტული თანამდებობის პირის მეუღლეების დაბადების დღეები, საყვარლებისთვის საჩუქრები საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ეს იყო, მიხეილ სააკაშვილის საყვარლებზე ვსაუბრობ. ეს იყო მასაჟისტების ჩამოყვანა, კომფორტის შექმნა, საკუთარი შვილის დაფინანსება და შეფუთვა იმით, რომ ნიჭიერიშვილი ყოლია სააკაშვილს. ეს იყო ღმერთმა გაუმარჯოს ყველა ნიჭიერ ადამიანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იცი როგორი ნიჭიერიშვილები მყავს? 4 ბიჭი მყავს, 4-ვე ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ბიუჯეტიდან ფული ავიღო და ჩემი შვილების სწავლა განათლება დავაფინანსო. მე კიდევ ერთხელ მიმეორებ, გითხარით ჩარტებთან დაკავშირებით, ბიუჯეტიდან 1 თეთრი არ დახარჯულა, შესაბამისად ყველაფერი ცხადი და ნათელი. რომელიც საუბრობს, რომ გლობალური ომის პარტია ახლა ცდილობს, რომ ახალი აგენტურა წამოიყვანოს ხელისუფლებაში და მას თავში ნინო ლომჯარია ჩაუდგებაო, იმ ლომჯარის ფაქტორს. ასევე მაგალითად მოვიყვან ჩამოკითხები აქვს, რომ იყო გახარია, ასევე ყიფიანი და სხვა პარტიები, რომლებმაც ხალხის ნდობა ვერ მოიპოვეს. ნახეთ, მე მგონი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რა რეალობა ქვეყანაში და რა ხდება ზოგადად, ყველაფერს ძალიან კარგად ათვიცნობიერებს. სამწუხაროდ გყავს ბევრი უცხოური გავლენის აგენტი ქვეყანაში. დღეს ის შეიძლება წარმოგვიდგეს ნაცად, შეიძლება წარმოგვიდგეს როგორც ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, დროას წარმომადგენელი, ხვალ შეიძლება ლელოს წარმომადგენელი, მაგრამ ერთნი არიან ეს ადამიანები. უბრალოდ იცვლიან სახელებს, იცვლიან პარტიებს, გაერთიანებებს, ამით არაფერი არ შეიცვლება. ყველამ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ, მათ სამშობლო არ გააჩნიათ, ისინი დამოკიდებულები არიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე, ატარებენ სხვა ქვეყნის ინტერესებს, იცავენ სხვა ქვეყნის ინტერესებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე. ეს არის რეალობა. შესაბამისად, ასეთ ადამიანებს პოლიტიკაში არანაირი შანსი არ აქვს, ისინი განწირულები არიან მარცხისთვის, როგორც ეს 2012 წლიდან ხდებოდა და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება მომავალში, იმიტომ რომ ქართველი ხალხი, ყველა ის ადამიანი, ვისაც უყვარს ჩვენი სამშობლო, ვისაც გული შესტკივა ხვალინდელ დღეზე, ძალიან კარგად ათვიცნობიერებს იმას, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სტაბილურობას, რაც გვაძლევს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. და ეს ყველაფერი აისახება რიგით ადამიანებზე, გლეხებზე, ვინც 24 საათიან განმავლობაში შრომობს, მუშაობს იმისთვის, რომ რაღაც პროდუქტი შექმნას და გამოიყენოს სხვადასხვა ბაზრები იმისთვის, რომ კეთილდღეობა მიიღონ და ამას ხელს ვერავინ ვერ შეუშლის და ვერ შეაჩერებს. საგამოძიებო კომისიის შექმნას იკავე. შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით თქვენ საგამოძიებო კომისია შეიქმნეს, რადგან უმწევ მდგომარეობაში იქნა ხალხი, იმიტომ რომ ყველა რესურსი არ გამოიყენა ხელისუფლებამ იმ საღამოს დასახმარებლად აი ამ ხალხის, რომელიც ჩაგეკითხებით ბატონო გახეთ, შეიძლება გამარჯვების პლატფორმაში ასევე საუბრობენ, რომ თქვენი და ბატონი ყობახიძის პირადი ინტერესებიც უკავშირდება, სავარაუდოდ ფინანსური ინტერესებზეა საუბარი, უშუალოდ უკავშირდებოდა უпростоრედ შოუს და ამის მოძიებასაც გამოძიებასაც ითხოვენ ასე ვთქვათ. რეაგირება როგორი იყო თუ არა დაგვიანებული პირველ რიგში რეაგირება ხელისუფლების მხრიდან შოუში განვითარებულ მოვლენებზე და გქონდათ თუ არა თქვენ და ბატონი ირაკლი ყობახიძეც რაიმე სახის ფინანსური ინტერესები ჯერ კიდევ როდესაც საგამოძიებო კომისია უნდა ბიზნესები მაგალითად იგივე შოუთან მიმართებაში იყავთ თუ არა ბიზნესით დაინტერესებული შოუში. ეს რაღაცა ახალი ბოდვა ტრაგედიასთან დაკავშირებით და გამოძიებასთან. სტიქიურ უბედურებას რაც შეეხება, ძალიან დიდი უბედურება დაატყდა ქვეყანას თავს ამ კონკრეტული სტიქიის სახით, რასაც ჩვენი შესაბამისი უწყებების მხრიდან მოყვა რეაგირება, დღესაც გრძელდება სამძებრო სამაშველო ღონისძიებები, სამწუხაროდ ყავს გარდაცვლილები, კიდევ ერთხელ უსამძიმრებ მათ ოჯახებს, ახლობებს, ნათესავებს. დარჩენილი არის ერთი ადამიანი და მიმდინარეობს შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები. სხვა, არ ვიცი ხა რა სერიოზული პასუხი უნდა გავცე აღნიშნულ შეკითხვას, რა ბიზნეს ინტერესებზეა საუბარი, თუმცა მე არაფერი არ მიგვირს თქვენსგან, არაფერი არ მიგვირს თქვენი ტელევიზიებისგან, არაფერი არ მიგვირს
იმ ადამიანებისგან, ვინც სტიქიური უბედურებით ცდილობს ხელი მოითფოს, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ პირველ დღეების განმავლობაში მაბრალებდით ბატონო კახიჩ მე თუ გულისხმობ მე უბრალოდ რაც იყო ნათქვამი ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც ჟურნალისტი ვსვამ კითხვას მაბრალებდით პირველივე დღეების განმავლობაში მე რომ თითქოს ვერტფრენი ვისარგებლე ჩემი შვილების გამოსაყვანად და სხვები მივატოვე შოუში. Აი ასეთ სიბინძურით და ცილისწამებით იყო თქვენი ტელევიზიები დაკავებული. თუმცა საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და ყოველთვის მიიღებთ შესაბამის პასუხს, როდესაც ამის დრო მოვა. ახლოვდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გაგცემთ ყველა ცილისწამებაზე, ყველა იმ სიბინძურეზე პასუხს, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდა. უჩივის კობახიძეს რა შეგრშია? ცილისწამებასთან დაკავშირებით პასუხოთ.